საქართველოს 4 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ქართული მოსახლეობის უფლებები გალის რაიონში. სამწუხაროდ ამჯერად მარტო გალის რაიონში, იმიტომ რომ სხვა უფრო დიდ ტერიტორიაზე აფხაზეთის გაგრაში, სოხუმში ჯერჯერობით ამ თემაზე ცოტა შორს აბარდა. ყველაზე ახლოს სადაც ხელი მიგიწვდება, ის არის კომპაქტურად დასახლებული რაიონი, გალის რაიონი, სადაც მეახლოებით 25,000 ქართველი ცხოვრობს დღესაც და მათ უფლებებზე არის ლაპარაკი. და უფლება რაზე? თავარ უფლებაზე. თავის საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბარი და განათლება რომ მიიღონ ბავშვებმა, იქ ნახევრად ასე ლეგალურ პირობებში ადამიანები ასწავლიან ქართულ მოსახლეობას ქართულ ენაზე, ეს არის მეახლოებით ალბათ სადაც 10-15 სკოლა ალბათ ამ რეგიონში და ამ სკოლაში გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, აფხაზურმა სეპარატისტულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ სწავლა შეწყდეს ქართულ ენაზე. და ეს ძალიან დიდი დარტყმა არის იმ ადამიანებისთვის, რომელსაც სულად უფლებონი არიან დღესაც და ეს პრინციპი, გულაგის პრინციპი კიდევ უფრო ღრმავდება და ძალიან მინდა ვთხოვო ყველა ქართველს, ყველა აფხაზეთის შვილს, ვისაც უყვარს ჩვენი კუთხე და ვისაც მიაჩნია თავი ვალდებულად, რომ ხარ შემოუდგეს იმ მოსახლეობას იმათმა რო არიზნოთ თავისთავი გარიყულად და უპატრონოთ, მინდა რომ ყველას ვთხოვოთ, რომ მობრძანდეთ 14 წუთში დედაენის ბაღში საღამოს 5 საათზე და ხარ შემოუდგეთ ჩვენს ძმებს და ჩვენს დებს.